დღესდღეობით ხშირად გვიწევს პოლიტიკური მოვლენებისთვის თვალყურის დევნება და ვფიქრობ საინტერესო იქნება იმ ადამიანის ნახვა, რომელიც დიდი პოლიტიკისთვის ემზადება. თეონა ბეთლემიძე, ფილმის ავტორი. მე დღესდღეობით ვარ მოძრაობა ხელმძღვანელი. მოძრაობა ფუნქციონირებს უკვე ამ სახით უკვე 1 წელია. მისი სახელწოდება იშიფრება როგორც ახალგაზრდა რეფორმატორთა ალიანსი. ჩვენი მოქმედება არ არის შეზღუდული არც ერთ საკითხში. ჩვენ მუშაობთ როგორც სოციალურ საკითხებზე, ადამიანის უფლებებზე, პოლიტპატიმრებზე, ეკონომიკურ საკითხებზე და აბსოლუტურად ყველაფერზე, რაც პრობლემას წარმოადგენს დღესდღეობით საქართველოსთვის. დისლოკაციის ადგილი არის თბილისი. თბილისის მასშტაბის ორგანიზაცია ვართ. სამწუხაროდ უფინანსობის გამო ჩვენ მთელი საქართველოს მოცვა ვერ შევძელით, თუმცა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ცნობილი ორგანიზაცია ვართ. ჩვენ გვაქვს ესეთი ერთგვარი ანტიპოლიტიკური მცნება, რომელიც დაახლოებით ესე ჟღერს, არა ძალადობას, არა პოლიტპატიმრებს, არა პოლიტიკურ პოლიციას, არა ომს, არა შიმშილს. საქართველოში არის ძალიან ძლიერი პრობლემა განათლების კუთხით. თითქმის ყოველი მეორე ადამიანი თუ უფრო მეტი არა სწავლობდა უნივერსიტეტში, სწავლობს და მათ აქვთ ამის დამადასტურებელი დიპლომებიც, თუმცა არ აქვს შესაბამისი ცოდნა და განათლება. თუნდაც საუნივერსიტეტო სწავლებას აქვს ძალიან ბევრი მინუსები. ის რომ ლექტორებს არჩევენ ძირითადად ხელისუფლებისადმი პოზიტიური განწყობის მიხედვით, თუ ლექტორი არის ნაციონალური პარტიის მხარდამჭერი, ამ შემთხვევაში ის ძალიან მარტივად მოხდება უნივერსიტეტში და შეუძლია ბავშვებს ასწავლოს, თუმცა პროფესიონალები, რომლებიც ყოველთვის ობიექტურად აფასებდნენ და გაცილებით უფრო ძლიერი ლექტორები არიან, როგორც ისე ამ ხელისუფლების აღებულს არ ეთანხმებიან ხოლმე და ამიტომ გაერთიანებიან საერთო ჯამში. ჩემი განათლების დონე არ არის ისეთი, როგორც მე დამაყოფილებ და მივაპირებ სწავლის გაგრძელებას უცხოეთში, ეს აჩვენებულია ყველა უცხოეთში უნდა გააგრძელოს, მაგრამ ეს აჩვენება არ არის, იმიტომ რომ უცხოეთში გაცილებით კარგად გასწავლია შეგვაგებულ სპეციალობას უნდა საქართველოში. ყველაზე კარგად გასახსენებელი ჩემთვის არის პირველი კურსი, როდესაც პირველი აჯანყება მოვაწყე სტუდენტის რანგში. ეს იყო სოხუმის უნივერსიტეტში, თავიდან ჩავაბარე სოხუმის უნივერსიტეტში და შემდეგ განმოვიდი იოანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. და სოხუმის უნივერსიტეტში მოხდა ესეთი შემთხვევა, რომ სკოლიდან მივდივარ ადამიანი უნივერსიტეტში არ მაქვს არანაირი სტუდენტური გამოცდილება წარმოუდგენა სტუდენტობაზე და დერეფანში გარებში ხდება ვიღაც ხალბატონი, რომელიც უნდა დაუგენოს სამწუხაროდ და ამიტომ ლექციაზე არ შემოშვებს. ეს იყო ჩემთვის შოკი, იმიტომ რომ ხა სკოლაშიც კი ისე ვიზრდებოდი, ისეთი თავისუფალი ვიყავი, რომ ჩემში დაუგენება შესვლა და გამოსვლა პრობლემა არის ეს არ ყოფილა. იმიტომ რომ ეს გაგებული მქონდა, რომ უნივერსიტეტში მთლიანად ძალიან თავისუფალია დასწრების პროცესი. ეს ადამიანი აღმოჩნდა დეკანის მოადგილე და რომელიც თურმე ესე ავია ჩაკასავით, იდგა ხოლმე დერეფანში და არავის არ უშვებდა, თუ კი ერთი წუთი დააგვიანებდა ლექციაზე. გადავწყვიტე, რომ ეს იყო უსამართლობა, ეს ადამიანის კლუბის დაავადება და სტუდენტებთან მოვაპარაკების შემდეგ დავიწყეთ აჯანყება. ინიციატორი ვიყავი და მოვაწევთ გაფიცვა. იმ დერეფანში, რომ რამდენი აუდიტორიაც იყო, ყველა სტუდენტი გამოვიდა დერეფანში. მერხები მიადგეს აუდიტორიებს და არავინ არ შევიდა ლექციაზე. ეს იყო პირველი გაფიცვის ფორმა. მოძრაობა არა, მოვიდეთ ახალი ოფისი, სანაპიროს 2 ნომერში და ეხლა გაჩვენებ ჩვენ ოფისს ამ. ჯერ არაფერი არ არის დაალაგებული, ავეჯი ძალიან ცოტა მოყვა, მაგრამ ორდრეში უკვე ყველაფერი საკითხება და დაიწყოს ორგანიზაციის მასშტაბებას. ესეთი ლამაზი ოფისი გვაქვს. ეს არის ჩვენი ორგანიზაციის ლოგო, ახალგაზრდა რეფორმატორთა ალიანსი ესე იშენდება. და ეს ლოგო, ამ ლოგოსაც აქვს თავისი ახსნა. ეს ლოგო ავტოსაგზაო ნიშანიც არის, ეს ნიშნავს, რომ უნდა დაუთმო გზა ან
ქუჩაზე შესვლა არის აკრძალული და ჩვენ ამაში ჩავდეთ ისეთი არის ჩვენ ამ უკანონო ხელისუფლებას და უკანონო რეჟიმს და საერთოდ არადემოკრატიულ რეჟიმებს არ უთმობთ გზას და პირდაპირ მივდივართ მათ წინააღმდეგ. მე სამჯერ უკვე დაპატიმრებული სამართლიანობისათვის ბრძოლაში, ბრძოლის დროს იურიდიული გამოძიებები გვაქვს ჩატარებული კვლევობებზე, კორუფციაზე, უკანონოდ ჩინოვნიკების მიერ შეძენილი ქონებაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროდანაც ხშირად მოგზაურები, სტუდენტების პერიოდში ძალიან აქტიური სტუდენტი, მაშინ მქონდა ჩამოყალიბებული ერთიანი სტუდენტური ალიანსი, ვიცავი სტუდენტების უფლებებს, მანამდე მქონდა სამართლიანი მომავალი, არ ჩამოსაყრდებული ამ ორგანიზაციის ეგიდით. მოძრაობა შემოგვიერთდი, ეს იყო პოლიტპატრონების გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი ორგანიზაცია და ძალიან ბევრი ორგანიზაციებში ყოფილა და მითო შემიქმნია. და საბოლოო ჯამში ჩვენ გადავწყვეტით, რომ ეს ყველა ორგანიზაცია გაერთიანებული იყო, იმიტომ რომ სხვადასხვა ორგანიზაციაში იყო სხვადასხვანაირი ადამიანები, ერთგან იყო მხოლოდ იურისტები, ბევრგან იყო ჩაოლობი ახალგაზრდები, ეთნოსების მიცავსე და ძალიან ნიჭიერები, მესამედან იყო ეკონომისტები და შეიქმნა მოძრაობა არა პიროვნების კულტს. პირველი პრეზიდენტი იყო კულტის დონეზე აყვანილი და ლამის მერტი გახდა და ზუსტად ამის გამო დავუკვირდეთ. როდესაც ედუარდ შევარდნაძე ჩამოიყვანეს რუსეთიდან, თელმა ერმა დაუჩოქა და კულტი იყო შევარდნაძე და ვერ წარმოედგინა ვერავის შევარდნაძეს გარდა სხვა პრეზიდენტი და ნიჰილიზმში ვიყავით ჩავარდნილები 2002-2003 წლებში. მოვიდა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად და მასიც ისევე აფანატებენ როგორც სხვა პრეზიდენტებზე და ზუსტად ეს ყავს ქართველებს. არ შეიძლება რომელიმე პიროვნების კულტად ქცევა, ეს ყავს ყოველთვის ერთს. არა რაღაცებს ვაპირებთ ახლა და ადამიანებს იქცევა, ისეთივეა მისი ბედი. თუ თქვა კონკრეტულ შემთხვევაში მოიქცევა ძალიან ნეგატიურად კონკრეტული საკითხის პარტნიორი, მაშინ ნეგატიურად იქნება მისი მომავალი რამოდენიმე მის მიმართ რამდენიმე ნაბიჯი. თუ პოზიტიურად მოიქცევა და სხვა ადამიანებზე პოზიტიურ შთაბეჭდილებას დატოვებს, გაცილებით უფრო უკეთესი ბედი ექნება. ასე რომ ყველაფერი არის ადამიანის დამოკიდებული მის ინტელექტზე და თუმცა რა თქმა უნდა იღბალი და ბედი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ხარისხიანი გაცილებით უფრო მარტივია პრეზიდენტის კეთება. შეიძლება ბევრი წინასწარმეტყველება და ნაზრევი უბრალოდ დაემთხვა რეალობას და გახდა წინასწარმეტყველება, თუმცა ვფიქრობ 2012 წელს განსაკუთრებული არაფერი არ მოხდება, ისეთი რაც არ მომხდარა. არც იმის ჯერა რომ 2012 წელს მხოლოდ აფრიკა გადარჩება და ეს ფილმი რო გადაიღეს სისულელია აბსოლუტური და ეს არის ძალიან კარგი ხერხი იმისთვის რომ რაღაც პროვოკაცია მოაწყო მთელი მსოფლიოს ხარ პროვოკაციის მსხვერპლი მაგალითად კარიერაში ეს პირად ცხოვრებაში პური არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად თუმცა ზოგი ესეთ დამოკიდებულებას უძახის მატერიალიზმს მაგრამ ეს არ არის მატერიალიზმი არც მატერიალიზმი და არც კონფორმიზმი ელემენტარული საშუალება თუ როგორ იმისთვის რიცხოვ ღირსეულად ბევრი ცხოვრება ვერანაირად ღირსეულად და აღნიშნები ძალიან ძლიერ მდგომარეობაში ქუჩაში აბსოლუტურად ყოველთვის გარეშე ძირითადად გულს ხარჯავ ხოლმე მოძრაობაში ხარჯავ ხოლმე რუსანხობის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ამ ქვეყანას შეცვლილი ჩემს ცხოვრებაში და მე ვიჭირებოდი ყველაზე დიდი ცვლილება იქნებოდა აბსოლუტურად ყველა თითქმის ყველაფერს შევცვლილი თითქმის ყველაფერს კულტურული განათლებით დაწყებული ყველაფერი დამთავრებული არა პროფესიით ისევე დავჭირებოდი იმიტომ რომ სხვანაირად აღარ შემიძლია ცხოვრება რაც 5 წელია უკვე სამართლობას ვეცვი და ამის გარეშე აღარ შემიძლია შევამჩნიე ტრანსპორტში, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს. პირველი დღე იყო უნივერსიტეტი მეწყებოდა, ვიჭერდი ტრანსპორტში და შევამჩნიე, რომ ერთი ახალგაზრდა ბიჭი ზის მარტო, რაღაც ყურადღება მიიქცია ლევანი ჩემი. და აღმოჩნდა, რომ ის იყო ჩემი ჯგუფელი პირველი კურსელი და ძალიან გამიხარდა, ზივართ ესე მაგიდასთან ჯგუფელები, ლევანი იჯდა ჩემ გვერდზე, რატომღაც ესე ახერხებდა ხოლმე ყოველთვის, რომ ჩემ გვერდზე ჯდებოდა ყველგან. და უცებ ბავშვებმა გადავწყვეტ გოთამაშა ესეთი რამ გვერდზე მჯდომი უნდა დაგვეხასიათებინა ყველას. ყველა თავის გვერდზე მჯდომზე რაღაცები თქვეს, ბავშვებმა დაახასიათეს, რომ ჩემი დრო რომ მოვიდა ლევანი და ჩემს გვერდზე და ანუ მე უნდა მეთქვა ლევანიზე რამე
გამეხასიათებინა. და ნუ ჩემდა გასაკვირად ესეთი რაღაც ვთქვი, რომ შენ ის ხარ თქო. ბავშვებმა რაღაც ძალიან გაუკვირდა, გაოცდნენ, რაღაც კაში დაუყრეს, ვაუ, ლევანისაც ეს სიამოვნებდა და მე ლევანისაც უნდა ეთქვა ჩემზე რამე და ლევანი მიყურა და ესე ამხედა, ჩამხედა შენ ჩემ გემოვნებაში ჩდებიო, ესეთი რამე თქვა და მაშინ ვიყავი ძალიან ბედნიერი, წავედი სახლში აღფრთოვანებული და დავიწყე ლევანიზე ფიქრი, ასე ვთქვა. ჩხუბი ძირითადად იმაზე რომ ლევანი საჭმელს არჭამს და სულ ხვეწნა უნდა ეხვეწო ჭამედეთ იყო მივთვი გეხვეწები უნდა გეხვეწები ამაზე ჩხუბი ჩემ და საჭმელი ძირითადად აი ნამდვილად იცი აი როგორი შვილიც მინდოდა სულ და მასეთია ზუსტად ჩემი შვილი აი ვერ ვიტყვი რომ რაღაცა ისა უარყოფითი ვერ ხედავ უარყოფით ჩემი შვილში გინდა გარეგნობაში ფიზიკურობაში თუ განათლება ბუნებით, ну აი დადებითი პიროვნება, კი, ყველანაირ დადებითი პიროვნება არის. როდესაც ყოველდღიურობაზე ადამიანის უფლებები ირღვევა, ილახება მათ რიხავენ მარტოობისათვის, სიმშილისათვის, თუ კი მე არ მექნება რამდენი ადამიანის უფლებები. ესაც ავი, შესაბამისად უფრო კარგი საქართველო იქნება და ეს არის ჩემი სურვილი 10-15 წლის შემდეგ, რომ ესეთი ქვეყანა იყოს.